გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელი თემა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანისთვის საკმაოდ მგრძნობიარეა. დღეს უნდა ვისაუბროთ ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილზე, ჩვენს ენაზე. რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა? რა როლი აქვს ტერმინოლოგიას ენის განვითარებაში? როგორ დაიკავა უცხო სიტყვებმა ქართული სიტყვების ადგილი? და რაც მთავარია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? სანამ დავიწყებთ საუბარს, მინდა გთხოვოთ, რომ გახდეთ ჩემი არხის გამომწერი. არხის სტატისტიკა მაჩვენებს, რომ მაყურებელთა 65%, ვინც თავიდან ბოლომდე უყურებს ჩემს ვიდეოებს, არ არის გამომწერი. თუ თქვენ გაინტერესებთ ღრმა საუბრები მეცნიერებაზე, ღილაკზე subscribe დაწყაბებით თქვენ დაეხმარებით ამ არხს განვითარებაში. ასევე თუ მოგწონთ ეს თემები, მოიწონეთ ვიდეო და დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარი. აუცილებლად უნდა ვახსენო სალომე კასრაძის პოდკასტის სპონსორი ავეჯის სახლი ლაქშერი, რომელიც ზრუნავს ჩემი სტუდიის გაფორმებაზე და დიდი მადლობა მათ ამისთვის. დღეიდან თქვენ შეგიძლიათ ლაქშერიში ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით. თქვენ თანხა გადაგინაწილდებათ 4 თვეზე და გადაიხდით ზუსტად იმდენს, რამდენიც ღირს ნებისმიერი ნივთი. მეტი დეტალები შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ საუბარი. სანამ სტუმრას წარგიდგენთ, მინდა აუცილებლად ვახსენო, როდესაც ჩემი პოდკასტის დაგეგმა დავიწყე, მე მქონდა რა თქმა უნდა წარმოდგენილი, თუ რა თემებს შევეხებოდი აუცილებლად და თან არაერთხელ. ერთ-ერთი ეს თემა არის ქართული ენა. იმიტომ რომ მე პირადად ძალიან მჭრის ყურს ბევრი უცხოური სიტყვა ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, მედიაში, ფილმებში, YouTube-ზე, ტელევიზიაში ყველგან. და მგონია, რომ ყველას რა თქმა უნდა ასე განვიცდით და ასე ვფიქრობთ, რომ ძალიან გვიყვარს ქართული ენა, ამაში ეჭვი არ მეპარება რა თქმა უნდა და მგონია, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავეხმაროთ ქართულ ენას განვითარებაში, ზრუნავთ ქართულ ენაზე, მაგრამ არის კი ეს სწორი ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? გულისხმობ იმას, მაგალითად რაღაც კამპანიები, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ, იწყებენ, ძალიან ბევრ თანხებს დებენ ამ მარკეტინგულ კამპანიებში, წერე ქართულად და მსგავსი კამპანიები. ასევე სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია ამ თემაზე საუბარი ყოველთვის. მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არათუ არ არის საკმარისი, არამედ თითქოს არ გვაქვს სწორი გეზი არჩეული. და იმისთვის, რომ სწორი გეზი გავიგოთ თუ რა სიტყვს დღეს ჩვენგან ქართული ენა, კითხვები უნდა დაუსვათ პროფესიონალებს, მეცნიერებს, ენათმეცნიერებს და სწორედ ამისთვის მოვიწვიე დღეს ჩემთან სტუდიაში ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ლია ქაროსანიძე. ქალბატონ ლია, ენა ხო ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ ხშირად ვახსენებთ ამას. და როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მასაც ჭირდება ზრუნვა, რომ განვითარდეს და გადარჩეს. მაგრამ ეს ზრუნვა არის საჭირო იმის მიხედვით, თუ მას ის რას გთხოვს, მას რა ჭირდება და არა ის ჩვენ როგორ ვფიქრობთ, რაც არის საჭირო და ჩვენ როგორ გვირჩევნია, რომ ვიზრუნოთ მასზე. პირველ რიგში იმისთვის, რომ გავიგოთ რა ჭირდება ქართულ ენას, უნდა ვიცოდეთ დღეს რა მდგომარეობაშია, ხო? ის, რომ შესაბამისად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები. მოდით გითხარით და საუბარი ამით დავიწყოთ. რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა? მოდით მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობას გიხდით. მოწვევისთვის ყოველთვის მიხარია, რომ ახალგაზრდები ამ საკითხებით, ჟურნალისტები, ახალგაზრდები ამ საკითხებით ინტერესდებით. თქვენი შესავალი სიტყვითანაც ჩანდა, რომ ამ საკითხებზე ბევრი მუშაობს, ბევრი ფიქრობს, ბევრი ზრუნავს, მაგრამ ისევ იქ ვართ, დღეზე ვტრიალებთ და გეთანხმებით, რომ რაღაც სხვა რამ არის საჭირო. თითქოს გაიცვითა ეს საკითხი და თითქოს დაიღალა ხალხი მხოლოდ აი ამის მოსმენით, რომ ენა მძიმე მდგომარეობაშია და ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ იქნებ სულაც არა და ეხლა გლობალიზაციის ეპოქა და იქნებ ჩვეულებრივი მოვლენა ეს და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხო? და რა თქმა უნდა გეთანხმებით იმაშიც, რომ თუ არ გვეცოდინება ნამდვილი ვითარება და
მიზეზი ამ ყველაფრისა ვერაფერსაც ვერ დავგეგმავთ. არა და ენა და ტერმინოლოგია ზუსტად რომ რაღაცა კაფიოთ დაგეგმილი რაღაცა სამოქმედო გზით უნდა განვითარდეს. სხვაგვარად ეს არ ხდება. სხვაგვარად სწორედ რომ დაუგეგმავი მოქმედებები აზიანებს პირველ რიგში ენას. ძალიან ბევრი ფიქრობს განსაკუთრებით ჩემი ასაკის ჩემზე უფროსი ადამიანი რომ ეს ყველაფერი არის ახალგაზრდების ბრალი. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ ეგრე. ყველა თაობას მოაქვს თავისი ენა, სიახლე და ამაში უცნაური არაფერია. თქვათ ის ახალგაზრდა მერე სწავლობს უნივერსიტეტში, იღებს რაღაც თავის პროფესიას, აი სწორედ იქ უნდა ხვდებოდეს მას კი ბატონო, ჩამოყალიბებული ენა. ეგ არის მთავარი რომ კითხვა რამდენად ვავითარებთ დღეს ჩვენ დარგობრივ ტერმინოლოგიას, რამდენად გვაქვს სრულფასოვანი ჩამოყალიბებული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები. აი ჩვენი ჩამორჩენის და ენის აი ამ მდგომარეობაში აღმოჩენის მთავარ მიზეზად მე მიმაჩნია დარგობრივი ტერმინოლოგიის განვითარების საერთოდ შეწყვეტა. ჩვენ რამდენიმე წელია დავკარგეთ არსებითად ნორმატიულობის და სტანდარტიზაციის ცნება, რას გულისხმობს ესა. ტერმინი შეიძლება შექმნას ყველა და უბრალოდ ეს ვიღაცის მიერ შეიძლება არაჩვეულებრივი შექმნილი არაჩვეულებრივი ტერმინი საზოგადოებამდე ვერ მივიდეს. ეს ტერმინი უნდა ისახოს ლექსიკონში და მერე ყველასთვის გახდეს გასაგები და მისაღები და გამოსაყენებელი და მერე აი ესე გადადის ის ამა თუ იმ დარგიდან მერე ინაცვლებს და ჩვეულებრივი სამეთყველო ენის ნაწილი ხდება. ასე გახდა მაგალითად თუნდაც ფიზიკის ტერმინი წნება, მერე ჩვეულებრივი მოსახმარი სიტყვა. საზოგადოება ხიდავს, გულისხმობ ფართო საზოგადოებას სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხიდავენ. გამოდი ამაზე შევთანხმდეთ, რომ ენა მძიმე მდგომარეობაშია. რომ იქით რომ დაგისვათ ახლა კითხვა, სად გვესმის ჩვენ გამართული ქართული ენა, სად ისმის გამართული ქართული ენა? ან რა არის საერთოდ, რას ნიშნავს ახლა გამართული ქართული ენა, მოდით ესეთ დავსვათ, ხო? ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მე რო ვფიქრობ, რომ აი ასეთია, შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ არა ეს ასეთი არ არის, ხო? მე რა თქმა უნდა ვფიქრობ და მიმაჩნია რომ ის უნდა იყოს რაღაცნაირად სამეცნიერო დავის საგანია, კამათის საგანია და ამ საკითხები უნდა წყდებოდეს ძალიან განვითარებულ ინსტიტუციაში და რაღაცა მზაპასუხები მიეწოდებოდეს საზოგადოებას. ახლა კი ამ ბოლო დროს უფრო აი ინსტიტუციურ და აკადემიურ რაღაც კვლევაძიებებს ჭარბობს უფრო რაღაცა კერძო ინიციატივები თაოსნობა, რაღაცა აი რაღაც სოციალური ქსელებით უცებ ვიღაცა რაღაცა სიტყვის რომ აი სწორია მომენტი კი არა მომენტუმი ან სწორია თქვათ ავტომობილი და არა ავტომობილი და ნუ თქვათ უცებ დაასკვნის რომ ეს არის რუსული გავლენა და რაღაცნაირად იცით ვეღერვერავით ამ რაღაც ხალხურს ვეძახდით ადრე ხალხურ ტერმინჩემოქმედებას და ახლა სოციალურ, ქსელურ ტერმინჩემოქმედებას შეიძლება დაირქვას ამ ყველაფერს. ანუ ერთი მხრივ არიან ახალგაზრდები, რომლებიც პირდაპირ იყენებენ რა იმ სიტყვებს, როგორც ესმით ეს ინგლისურად და მეორე მხრივ არის საზოგადოება, რომელიც რაღაცა ყველაფერს აკრიტიკებს, ყველაფერი არ მოსწონს და რაღაცა ყველა თავის აზრს გვთავაზობს და აი ამ რაღაცა ზოგად არეულობაში ადამიანი ხელს იქნევს და ფიქრობს, რომ მოდით რა ეტყობა დროა ესეთი, რომ ვისაც როგორ გვინდა ისე ვილაპარაკებთ და არავის არ ვეკითხებით ახლა და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ენას კონდეს რაღაც თავის წესები. მივდივართ საბოლოოდ ამ დასკვნამ. აი უფრო ნათლად რომ დავანახოთ მაყურებელს რა როლი აქვს ტერმინოლოგიას ენის განვითარებაში და საერთოდ ქართული ენის ტერმინოლოგიის ისტორია მოკლედ რომ მოგვიყვეთ. დიახ, აი ნამდვილად აი ამ დროს ამ რაღაცა ამას რა თქმა უნდა ხელის ჩაქნევა ნიჰილიზმს ქვია, ხო? ნიჰილიზმის აუცილებლად ადამიანს
გინდა რომ გაიხსენო წარსული და ან გაიხეთ სადმე სხვაგან ევროპაში რა ხდება და აი სხვანაირად არ შეიძლება რომ საკუთარ ქვაბში ხარშებოდე ან მანამდე რა იყო რა ხდებოდა ან დღეს თანამედროვე ევროპაში რა ხდება და ზუსტად ამას აკეთებს ნამდვილად ჩემი განყოფილება ასე აკეთებდა ყოველთვის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილება 51 წელს შეიქმნა და საბჭოთა პერიოდის დროს შეიქმნა და მას ჰქონდა თავისი რაღაცა მიმართულება, რომელიც საბჭოთა სტანდარტებით იმართებოდა. ხა ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, დაყოფით მეოთხე პერიოდი ტერმინოლოგიური მუშაობის, თავიდან რომ დავიწყოთ, ქართული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება დაიწყო ზუსტად იმ წუთიდან, როდესაც ქართველები შეუდგნენ სახარების თარგმნას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ენაზე და მით უმეტეს სახარების თარგმნა აჩენდა ეჭვს, რამდენად არის მზად ეს რაღაცა ენა, პატარა ენა, აი ამ ხელა რაღაც მნიშვნელოვანი ძეგლის გადასატანად სათარგმნელად და იქნებ ცულაც არ არის საჭირო ამის თარგმნა და ყველან ვთქვათ ბერძნულად არის დაწერილი ქრისტეს ცხოვრება და ბერძნულად ისწავლოს ყველამ ბერძნული და ბერძნულად წაიკითხონ რა თქმა უნდა გაჩნდა მაგრამ უნდა ვთქვა რომ ეს ძალიან ბევრი საუბრობს ამის შესახებ რომ ძველმა ქართულმა მთარგმნელობითმა სკოლამ აი იმ დროის ეგრეთ წოდებულ გლობალიზაციას ამ რაღაცა ძალიან დიდ გამოწვევას მე არ მეშინია ამ სიტყვის რა აკრიტიკებენ ამ სიტყვასაც გამოწვევას არ ვიცი რატო გამოწვევას ნამდვილად უპასუხეს სწორად და ქართული ენა აქციეს სამეცნიერო ენად ტერმინოლოგიის გარეშე რა თქმა უნდა ამას ვერ გააკეთებდნენ. ეხლა ყველა მიცის რომ მაგალითად შუშანიკის წამებაში პირველ ქართულ ძეგლში სახარება ევანგელეთია მოხსენებული, ეს ბერძნული ტერმინია ევანგელოს და სიტყვით ნიშნავს კარგ ამბავს და რაღაც თუ არ ვცდები კორნელი დანელიას აქვს პირველად ნათქვამი რომ მერვე საუკუნეში გაჩნდა ქართული შესატყვისი მისი სახარება. და აი ამ დროს მერვე საუკუნიდან იწყება ენის როლის გამოკვეთა ზოგადად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ თითოეულ სიტყვას და ზოგადად ჩამოყალიბდა ქართული მთარგმნელობითი და ტერმინოლოგიური სკოლა. იქმნებოდა ტერმინები, რომლებიც მერე ჩვეულებრივ მეტყველებაში გადადიოდა. სხვათა შორის ეს პროცესი მერე შეაჩერა მე-18 საუკუნეებში მოვლენებმა, ისტორიულმა მოვლენებმა, როგორც ვიცი და ძალიან ბევრი სიტყვა ჩანაცვლდა შემდეგ, აი მაგალითად ქალბატონ დამანა მელიქიშვილს აქვს ერთგან აღნიშნული, რომ ადრე საგანი იხმარებოდა მიზნის მნიშვნელობით, აი უსაგნო სიარული ან საგანი ზუსტად ეს მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფილოსოფიურ ტექსტებშიც, ძველ ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებში, მაგრამ შემდეგ უკვე ჩანაცვლდა აღმოსავლურიდან შემოსული სიტყვებით. სხვათა შორის მე ამას ვეძახი ტალღასავით დაარტყა იმ პერიოდში ენას აი ამ აღმოსავლურმა სიტყვებმა და იმიტომ რომ მაშინ ვერ დახვდა ქართული ენა მზად უბრალოდ არ იყო ის საზოგადოება რომელიც ამას გაუმკლავდებოდა სამწუხაროდ დავკარგეთ ბევრი ქართული სიტყვა და ჩანაცვლდა ის აღმოსავლურიდან შემოსული და არანასესხები სიტყვებით განსაკუთრებით ახლა ბიზანტიის დაცემის შემდეგ საერთოდ ძალიან ძიმე პერიოდი გადაიტანა საქართველომ. აი ამ დროს, აი ამის განკითხავი, ვთქვათ, ადგილის მიმჩენი ენაში არავინ იყო და შესაბამისად, სწორედ ამან განაპირობა ამდენი უცხო სიტყვის შემოსვლა. სხვათა შორის, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ბარბარიზმების პირველ ლექსიკონად. იმდენად, რამდენადაც სულხან-საბა ყველა სალექსიკონო სიტყვაზე წერს, რომ ეს არ არის ქართული, ეს უცხოურია. ქართულად ასია, ეს არ არის ქართული, ეს მაგრამ სამწუხაროდ არ ვცხოვრთ შორის რატომ, მაგრამ 19 საუკუნის ლექსიკოგრაფიამ ეს ქართული სიტყვები არ ასახა. გადავიდა მხოლოდ ის უცხო სიტყვები. ხა ეს
გარკვეული რაღაცა პოლიტიკა იყო თუ მე დღემდე არ მაქვს ამის პასუხი სხვათა შორის თუ სულხან-საბას ნახსენების სიტყვები უკვე არქაული იყო ეგეც ძალიან საინტერესოა მაგრამ მე დავაკვირდი რომ იმ სიტყვებზე რომლებზეც ამბობს საბა რომ ეს ქართულია და სამწუხაროდ დავკარგეთ და ეხლა უცხო სიტყვას ხმარებთ ის ქართული სიტყვები ნაკლებად გვხვდება უკვე მერე და მერე ანუ არ ვახსენეთ 4 ეტაპი ტერმინოლოგიის. ესე იგი პირველი იყო მაშინ, როდესაც სახარება იყო. და არა მარტო სახარება, აი ამ პერიოდში შეიქმნა საოცარი ლიტერატურა გვაქვს თარგმნილი, შეიქმნა გრამატიკული ტერმინოლოგია, მათემატიკური ტერმინოლოგია. ადრეც ვახსენეთ და ეხლაც გავიმეორებ, უმნიშვნელოვანესი იყო მაგალითად ალექსანდრიელი მოღვაწის ამონიოს ερμისის ნაწარმოებებით ქართულად თარგმნა, იმდენად რამდენადაც ამონიოს ερμისი არის ცნობილი კომენტატორი არისტოტელეს ნაწარმოებებისა და აი აქ იყო ძალიან ესე იგი მრავალგვაროვანი ტერმინოლოგია, სხვა დარგის უпростоრად რა ვთქვათ, ეს არის ესე იგი ლიტერატურათმცოდნეობა, გრამატიკა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ფიზიკა და აი ამ ტერმინებს გაუმკლავდა მაშინ ქართული ენა. ეს არის მე-12 საუკუნის თარგმანი. ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი გრამატიკული შენიშვნები და გრამატიკული ტრაქტატი გვაქვს საერთოდ მე-11 საუკუნისა, რომელშიც ქართველი მწერალი თარგმნელი უკაცრავად არ არის ცნობილი. თარგმნელის ვინაობა, როგორც ქალბატონი მზექალიშანიძე ამბობს, განმარტავს ბერძნული და ქართული ენების მსგავსება განსხვავებას. და საუბრობს იმის შესახებ, რომ ანუ ბერძნული ინდოევროპული ენა, ქართული სულად განსხვავებული შტო ენებისა და შესაბამისად ამბობს, რომ არის ბერძნულში რაღაცა, რაც არ არის ქართულისთვის მისაღები. მაგალითად, ბერძნულს ახასიათებს გეოგრაფიული სახელების მრავლობითი რიცხვის ჩასვა, მაგალითად ათინები, ან ათინანი, ათენი. ქართულად ეს ჩემს ენას ეს წესი არ აქვს. შესაბამისად გადმოაქვს ხოლობითი. არ მაქვს არტიკლი, არ სჭირდება არტიკლი. ეს არ იყო იმ დროისთვის ადვილი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ მაგალითად ითარგმნებოდა სახარება და იმას თავის წესები ჰქონდა და ერთი გადაცდენა უკვე მწვალებლობად გამოგაცხადებდნენ და შესაბამისად მაგალითად არტიკლის გარეშე ღმერთის გამოყენება და ამ საკითხის ასე ვთქვათ ამ პატარა ბრძოლის მოგება ქართველისთვის იყო ძალიან დიდი გამარჯვება. შესაბამისად, როდესაც დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ აბა კომპიუტერი ვთარგმნოთ, აბა ტელევიზორი ვთარგმნოთ, არ ვთარგმნით, არ ვაკეთებთ, კი ბატონო, მაგრამ აი ეს როგორც გაუგონარი ამბავი არ მინდა რომ ეს ასე იცოდეს საზოგადოებამ და უფრო მეტი ცოდნა საჭირო იმისათვის რომ ვიცოდეთ ეს ისტორია რომ იცოდნენ ადამიანებმა ასეთ რაღაც კითხვებს არ დასვამდნენ მაშინ და მე იყო როგორც გითხარით აი ამ რაღაც ძიმე პერიოდს მოხვა მე საქართველოს ანექსია და საერთოდ ქართული ენა ნელ-ნელა თანდათან კარგავდა ზოგადად სახელმწიფო ენის სტატუსს და არც ჰქონდა სახელმწიფო არ ჰქონდა ზოგადად საერთოდ და ილია ჩოჩოაძე იწყებს მოგეხსენებათ ახალსათათო ენის შექმნას და საოცარია მისი დამოკიდებულება ტერმინ შემოქმედებისადმი, როგორც ყველაფერს ის იწყებს და მე აბარებს ვიღაცას გადააბარებს, ბანკი დაიწყო თუ შექსპირის თარგმნა დაიწყო თუ ყველაფერი ამ ყველაფერს თან ხელმძღვანელობს და თან ყველას რაღაც თავის ხელმძღვანელი ყავს და ესე მოხდა აქაც მან დაიწყო ტერმინოლოგიის მოწესრიგება, მოგვარება, დასვა საკითხი და თქვა, რომ ასე ძალიან ბევრი მსრუნელი ყავდა მაშინაც ენას, ძალიან ბევრი, იყო სხვადასხვა ჯგუფი, მუშაობდნენ დარგობრივ ტერმინოლოგიაზე, ადარებდნენ ერთმანეთს რუსულ და ქართულ ცნებებს, იქ ლითონის სახელები, მცენარეთა სახელები, საოცარი მუშაობა დაიწყო, რომ კი არ თარგმნიდნენ ტერმინს, თქვა, ეძებდნენ იმის შესატყვის, რომ აი მცენარეს რუსულად ხო აღწერდნენ და აი ამას ქართულში დადიოდნენ სოფელ და ილია მოუწოდა ამ ხალხს რომ მოდით გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ერთად
და მართლაც გამოქვეყნდა გაზეთში მოწოდება, რომ მოდი ვიკრიბებით ამ დღეს და ყველა მივიდა და დაიგეგმა, რომ რაფაელ ერისთავი ჩაუდგებოდა ამ ყველაფერს სათავეში და დროდადრო შეიკრიბებოდნენ, მოიტანდნენ ტერმინებს განსახილველად და რაღაცას ერთად გააკეთებდნენ. რა შედეგი მოხდა ახლა ამ ყველაფერს გამოიცა იმ პერიოდში რამდენიმე შესანიშნავი დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები დაისვა სახელმძღვანელოებში ტერმინების და ეს ყველაფერი ხდებოდა როდის, როცა სახელმწიფოებრიობა აქვს დაკარგული ქვეყანას და სახელმწიფო არ არსებობს. ენის კანონი ახლა ვამბობთ, ენის კანონი თუ არა გვაქვს, ხო, მნიშვნელოვანია ძალიან ენის კანონი, მაგრამ თუ საზოგადოება მზად არის, აი იმ დროსაც კი შემოახერხეს ადამიანებას და ზოგადად ჩამოაყალიბა ილია ჭავჭავაძემ ტერმინოლოგიის მართვის იდეა შექმნა ზოგადად. მაგალითად 1913 წელს შეიქმნა ქართულ სამედიცინო ტერმინთა კომისია. და საოცარი მსჯელობა გამართული და მე აი ეს ისტორია არის ძალიან საინტერესო ამ მე იკარგება მეორე ეს უკაცრავად პირველი მსოფლიო ომის დროს ჩერდება და მესამე პერიოდი ჩემთვის რა თქმა უნდა მე ხა ჩემს მოსაზრებებს მოგახსენებთ რა თქმა უნდა შესაძლოა ვიღაცა სხვა მოსაზრება ჰქონდეს ილიაზე მინდა და მეკითხა ანუ ილიამ ეს გააკეთა იმის გათვალისწინებით რომ თვითონ იზრდებოდა ზუსტად რუსული სიტყვების მისმენის ფონზე და თვითონაც ხო წერს რუსულ სიტყვებს ხო იყენებს თავის ატარმოებებში აი მგზავრის წერილები ყველას დაკითხული გვაქვს და ვიცით რომ იქ ჩვეულებრივად ხმარობს რუსულ სიტყვებს ოვოსკას იამში ხო და შეიძლება უგვირთ ბავშვებს და დიახ ზუსტად ილიამ დაამარცხა ეს მოსაზრება რომ მაშინაც იყო განსხვავებული მოსაზრება რომ ახლა სხვა დროა ახლა ქართული პატარა ენა სულ მაგას ამბობდა რაღაც საზოგადოების ერთი ნაწილი არ მარტო უცხოელები არამედ საქართველოშიც არის ესეთი მოსაზრება რომ ეხლა დგება დრო როდესაც თქვა ქართული რაღაც ამოიწურა და ვერ შეძლებს ენა თავის რაღაცა ფუნქციის შესრულებას, აი ეს აზრი ყოველთვის იყო და ტერმინოლოგია 4 პერიოდი ზუსტად მაგ თვალსაზრისით მაქვს გამოყოფილი, როგორ დაამარცხეს აი ამ დროს ეს მოსაზრება. ილიამ თვითონ ცნობილი ამბავია, რომ გამოცემაში ყულაბა ედგა და თითო რუსული სიტყვის გამო აგდებინებდა რაღაც გარკვეულ თანხას და ისე ცნობილი ილია ყველაზე მეწყრიდა აი. მაგრამ ილიამ შექმნა ზოგადად როგორც წეგან მოგახსენეთ, აი ეს აზრი, რომ ენის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ზუსტად დარგობრივი ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება. მე როდესაც ვსაუბრობ ხოლმე ტერმინოლოგიაში ქართული ძირების უპირატესობაზე, ხშირად მახსენებენ, რომ ილია ჭავჭავაძე ხომ არ იყო წინააღმდეგი უცხო სიტყვების. ეხლა ამაზე მინდა მოგახსენოთ, რომ ერთგან ის ეკამათება ბარბარე ჯორჯაძეს იმის შესახებ, რომ მან სიტყვა კრიტიკა შემოიღო უცხოურიდან და თქვა რომ არაფერი არ დაგვაკლდება ამითი რომ თქვა ეს ამ უცხო სიტყვას ეხლა თავისი ადგილი უნდა მიუჩინოთ, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ რომ ამ ყველაფერს ჯერთი სხვა დრო იყო ილია განაგებდა ილია თუ კრიტიკა შემოქონდა ილიას იქვე ის ქმნიდა ქართულ ტერმინებს, მაგალითად ნაფიცი მსაჯულები ილია შექმნილი ტერმინია, შინაარსი ილია შექმნილი, ძალიან ბევრი ჩვეულებრივი მოხმარების სიტყვა აქცია, დარგობრივ ამა თუ იმ დარგის ტერმინად, ამ სხვათაშორის ქართულ ტერმინით მაგზე თუ მოვასწრებთ საუბარს, იქაც დაგელაპარაკებით ამ ისტორიას, იქაც ვთავაზობთ მომხმარებელს, ჩვენ არ ვიცით ბევრი სიტყვის ისტორია და ამ ყველაფერს ცოდნა სჭირდება, რომ მე ერთსა და იმავე წრეზე არ ვიარო და ვიცოდეთ რა დღეს რაც ხდება ამის ყველაფრის მაგალითი გვაქვს და ამ აზრს დავამთავრებ რომ ილიას არსად არასოდეს არ უთქვამს რომ შემოვიტანოთ უცხო სიტყვა ქართული სიტყვის ნაცვლად ან ის უკეთესია და არსად და დღეს კიდე დღევანდელი ვითარება ალბათ ილია ჭავჭავაძეს ერთ წარმოედგინა რომ ერთი უცხო სიტყვა ზოგჯერ 5-6 სიტყვას ჩაგვინაცვლებდა და რა თქმა უნდა ილიას მაგალითის მოყვანა თანამედროვე მდგომარეობაზე მსჯელობისას მე უბრალოდ არასწორად მიმაჩნია. ამ მესამე პერიოდად განვიხილავ ხოლმე პირველი მსოფლიო ომი ბევრ ამას აჩერებს.
და 1918 წლიდან მართლა საოცარი ენერგიით იწყება, აფეთქდა ეს ეროვნული რაღაცა ყველაფერს ერთად და ძალიან დაგიგმილად. აი ყველაზე რაღაცნაირად გულის ტკივილს იწვევს ის, რომ აი ამ 3 წელიწადში როგორ მოასწრეს ამ ადამიანებმა ამდენი რამის გაკეთება. მე ხა ჩემს დარგზე ვიტყვი ტერმინოლოგიაზე, რომ ნიკო ნიკოლაძიშვილები იყვნენ ჩართულები ამ ჯგუფში. ჯერ თავიდან ცალ-ცალკე მუშაობდა ეგრეთ წოდებული ნიკოლაძეების ჯგუფი, დაძმა ნიკოლაძეები, რუსუდანი და გიორგი ნიკოლაძეები და აქეთ მხარეს იყვნენ ტექნიკური კომიტეტის წევრები, ვასილ კაკაბაძის ხელმძღვანელობით 1919 წელს ეს ჯგუფი გაერთიანდა. ეს ხო იშვიათი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, რომ ერთიანდებოდეს სამუშაო და სწორედ ეს იყო ალბათ იმის საფუძველი, რომ ძალიან რთულია ტერმინოლოგიური მუშაობა, ძალიან ბევრი ხალხი იყო თავიდან და ყველა ნელ-ნელა დატოვა თანდათან ეს ჯგუფი და ბოლოს ჯიხაიში თუ იცით ნიკო ნიკოლაძის სასულიეროში ისყოდნენ და იქ დაასრულეს ეს ლექსიკონი და ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ პირველი ქართული ტექნიკური ტერმინოლოგია არის შექმნილი 1920 წელს. ამ ლექსიკონს მეტი შესწავლა ჭირდება, მე ვცადე და გამოვეცი ეს ლექსიკონი შევისწავლე საგანგებოდ და გამოვეცი 2020 წელს წარდგენაც იყო უნივერსიტეტში ამ ლექსიკონს თავისი ცოტა ისეთი სევდიანი გაგრძელება და ისტორია აქვს, მაგრამ ის აუცილებლად დაიბრუნებს თავის სახელს გულისხმობ რას. მას დაუპირისპირდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მე ეს შესანიშნავად გამოიყენეს საბჭოთა ეპოქაში და მოგვიანებით იქმნება ცენტრალურ კომიტეტთან ტერმინოლოგიის კომისია, რომლის ხელმძღვანელი ხდება ფილიპე მახარაძე და რომელიც ებრძვის ამ ლექსიკონს. ეხლა ძალიან ხშირად გამიგია მეცნიერებისგანაც კი, რომ ნიკოლაძეების ტერმინები ენამ არ მიიღო და ნუ ეხლა როცა ენა არ იღებს, ეს არის მცდარი მოსაზრება. არაჩვეულებრივი გამოკვლევა არსებობს გაბტონი მაპადეთ სახელი არმოსოს შალვაშვილის, რომელსაც შესწავლილი აქვს 20-იანი წლების პრესის ენა. და იქ ჩვენ ხედავთ ნიკოლაძეების შექმნილი ტერმინებით იწერება ჩვეულებრივად პრესა, შედის ეს ლექსიკონებშიც, იმ პერიოდში 28 წელს გამოიცა ქართულ-გერმანული ლექსიკონი, რომელშიც გადასულია, მაგალითად ტელეფონს ერქვა ელსმენი და 28 წლამდე ელსმენი ჩვეულებრივად გამოიყენებოდა. ანუ ენამ არ მიიღო არა. ფილიპე მახარაძე 32 წელს შეიძლება თარიღი მეშლება ან 30-იან წლებში გამოსცემს ბრძანებას, რომ ეს გაუგებარი სიტყვები ენას უნდა მოშორდეს. და აცხადებს ამ ტერმინებს ყველას ერთად ხელოვნურად და ჩვენც ასე ვიზარდებოდით ფილოლოგები, ეს წყანერად ეს არც გვისწავლია, ისე გაკვირთ გვისწავლია და ძირითადად იყო რაღაცა საცილო თემა, რომ ასე საცილოა ქართული ტერმინი შემოქმედება, არც გვიფიქრია, რომ ეს იდეოლოგია ჩანაცვდა, ეროვნული იდეოლოგია, ეგრეთ წოდებული საბჭოთა იდეოლოგიით ისე ჩანაცვდა, რომ მაპატიხა დღემდე ძალიან ბევრი ამით მოსაზრებით გელაპარაკება, რომ ენას უხდება უცხო სიტყვები. ეს იყო ფილიპე მახარაძის მოსაზრება. ამის შესახებ ხშირად საუბრობ, ხშირად ვწერ, მინდა რომ რაღაცნაირად ეს სამეცნიერებაში დამკვიდრებული აზრი, რაღაცნაირად არასწორად დამკვიდრებული აზრი გავასწოროთ, რადგან ფაქტად რჩება ნიკოლაძეების შექმნილი უამრავი ტერმინი დღეს ენაში დამკვიდრებული. ხელოვნური ტერმინები არ გვჭირდება, მაგრამ ეხლა ვირავინ ვერ დამისახელებს წნევაზე ხელოვნურ ტერმინს, არ არსებობს. საწნეხელიდან წნეძირი ამოვიღეთ და იქიდან ტერმინი გავაკეთეთო ადამიანები წერენ. ხო და აი ამაზე ხელოვნური ტერმინი არ არსებობს და დღეს ამაზე ან დენი, გიფიქრეთ, საიდან მოდის სიტყვა დენი?
რა არის დენი? დენი არის ჩვეულებრივად მდენი, რაც მოედინება. უბრალოდ ის მაწარმოებელი მოაშორეს და გაატერმინეს, მათ ასეთი მიდგომა ჰქონდა და მათი მიდგომების შესახებ მიწერია ამ წიგნის გამოვეცი განმეორებით რედაქტირებული და გამოკვლევა სპეციალურად შესავალი დავურთე და აი ამ მათ მეთოდებზეც დავწერე. მათი მიდგომა არაფრით არ განსხვავდება ძველ ქართულ მთარგმნელთა მიდგომებისაგან, მაგრამ იმიტომ რომ საბჭოთა სკოლის, ასე ვთქვათ, საერთო სახალხო საბჭოთა ენის იდეაში ვერ თავსდებოდა ეს ზედმეტად ქართული ლექსიკონი, აი ესე უსამართლოდ სხვათა შორის კრიტიკის საგანია დღემდე. სამწუხაროდ. იმედი ეს ყველაფერი გასწორდება. ეხლა რაც შეეხება საბჭოთა პერიოდი არის 21-90, მაგრამ ჩემი მოსაზრებით და თვითონ ამ მასალაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ეს ორ ქვეპერიოდად შეიძლება გამოვყოთ, რადგან 51 წლიდან, როდესაც იქნება ინსტიტუტი, კვლევითი ინსტიტუტი და პირველი განყოფილება, რომელიც იქნება, ეს ტერმინოლოგიის განყოფილება, უკვე საქართველოში იწყება ტერმინოლოგიაზე ინსტიტუციური მუშაობა. და ეს იყო აი მე მიმაჩნია, ეს იყო მონაპოვარი იმ დროისთვის და ეს იყო ძალიან წარმატებული რამე, რადგან შეიქმნა კომისია, უბრალოდ განყოფილება, რომელთანაც მუშაობდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მუშაობდნენ და იქნებოდა თითქმის ყველა დარგის ქართული ტერმინოლოგია შექმნა. მაგალითად 57 წელს მანამდე გითხარით 1913 წელს იყო კომისია სამედიცინო ტერმინების, მერე შეწყდა პირველი მსოფლიო ომის მერე 19-ში გაახლდა და იმ პერიოდში გამოიცა გინეკოლოგია, დიაგნოსტიკა, ანატომია, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონები დაიბეჭდა, მაგრამ იბეჭდებოდა შეუთანხმებულად და იყო სიჭრელე. და პირველად 1957 წელს დაისვა საკითხი, რომ აი ამ სხვადასხვა ლექსიკონიდან ახლა უნდა აერჩიათ ერთი და შეთანხმებული და ნორმატიული ფორმა. და ზაქარია მაისურაძე არის ჩვეულებრივი სპეციალისტი, კრებს ამ ტერმინებს სხვადასხვა ლექსიკონიდან, ჩართულია მთელი სამედიცინო საზოგადოება ენათმეცნიერებთან ერთად და გამოდის პირველი ნორმატიული სამედიცინო ტერმინოლოგიური ლექსიკონი. ასევე საოცარი მზადება იყო, რომ შეექმნათ სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიური სახელმწიფო ნიშნულების ლექსიკონი. მოიწვიეს ახლა შესავალ სიტყვაში ჩანს ეს ყველაფერი და ერთხელაც რაღაც სტატიის წერის დროს დავთვალე და დაახლოებით 75 პროფესორი, მკვლევარი იღებდა ერთი ლექსიკონის მომზადებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიაში. ყველად კი არ არის, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირში პირველ ადგილზე იყო სოფლის ტერმინოლოგიაში ნამდვილად რამდენიმე დარგის ესეთი ტერმინოლოგია გვაქვს ქართულად, რაც ყველა ქვეყანას, ყველა რესპუბლიკაში არ არსებობდა და ამის უგულებელყოფა და ამის თქვათ საბჭოთა კავშირში მართლაც რაც ცუდი იყო თავისთავად და ამას ვინ კამათობს ამაზე, მაგრამ ეს იყო მიღწევა და მონაპოვარი. დღემდე მინდა გითხრათ, რომ ისეთი საფუძველია შექმნილი დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონი, ზუსტად ამან განაპირობა მერე აი ამ ტერმინბანკის კონცეფციის ჩამოყალიბება და დღესაც გეტყვით. ეხლა 90 წლებამდე მუშაობა ასე მიმდინარეობდა, ანუ სამი მიმართულებით იყო, რაღაცნაირად მეცნიერულად ჩამოყალიბდა თეორიულ საკითხებზე მუშაობა, სამეცნიერო ტერმინოლოგიის თეორიულ საკითხებზე, თუ თქვათ რაღაცა თუნდაც ისტორია, კვლევები, თანამედროვე მიმართულებები, სამეცნიერო კვლევა, თვითონ ტერმინოლოგია, რასაც ეს არის აუცილებელი, სხვაგვარად გამოვა, რომ ერთი ლექსიკონიდან მეორეში იწერ. ტერმინოგრაფია ზუსტად ეგ არის პრაქტიკული მუშაობა ლექსიკონებზე და მესამე მიმართულება იყო აი ნორმატიული, თქვათ აი ამ რაღაცა აქტების და იმების მომზადება, დოკუმენტების და ეს ყველაფერი ხდებოდა აი ამ თავმოყრილი იყო ენათმეცნიერების ზოგადად ტერმინოლოგიური მუშაობა მოიყარა თავი ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ერთგან წერს ქალბატონი როგნე და ღამბაში წერონც იყო ერთ
ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერი და ტერმინოლოგი, რომელსაც დაგვიტოვა რამდენიმე დარგის ხელმძღვანელი იყო დარგობრივი ტერმინოლოგიური კომისიებისა. წერს რომ ენათმისების ინსტიტუტში იმიტომ მოიყარა თავი ამ მუშაობა, რომ ენათმისიერთა ჩართვა იყო ყოველთვის აუცილებელი ლექსიკონის შექმნაში, მაგრამ დარგის სპეციალისტებიც მოჰყავდათ. იმიტომ რომ და მოჰყავდათ როგორ ზოგჯერ შტატში სვამდნენ ხოლმე ენათმისების ინსტიტუტში, მაგალითად ასეთები იყვნენ ალექსანდრე მაყაშვილი, იკო კეცხოველი, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ამ სოფლის მეურნეობის დარგის თანამშრომლობდნენ. და ასე შეიქმნა ამა თუ იმ ასე შექმნილი ავიაცია, ეკონომიკა, იურიდიული ტერმინოლოგია. აი ხე ჩვენ ხო, აი მე რო გესაუბროთ 90-იან წლებამდე ასე იყო. 90-იანი წლების შემდეგ ხო რომ მივიდეთ იქამდე, რითაც თქვენ დაიწყეთ საუბარი, რომ რა მიგვიყვანა მდგომარეობამდე რა ხდება და რატომ ხდება, ხო? 90-იანი წლებიდან აი მაგალითად ძალიან ხშირად ვიყენებ ამ მაგალითს და ლიტვასთან ვადარებ ლიტვის კვლევითი ინსტიტუტს, რომელთან ძალიან ახლოს ვარ და ვიცნობთ ერთმანეთს და 90-იანი წლებიდან, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმათაც ისინი ამ კვლევით ინსტიტუტს, ახლა სხვა კვლევით ინსტიტუტები ვერ გეტყვით იქ რა ხდებოდა, მაგრამ კონკრეტულად ენის ინსტიტუტზე რაც ვიცი, პირდაპირ გადადიან ევროპულ სტანდარტებზე. ანუ ევროპაში უკვე დაწყებულია ციფრულ ეპოქაში გადასვლა, ამას თავისი, რა თქმა უნდა, მექანიზმები აქვს, ისევე როგორც ახლა, როდესაც ხელნაწერებიდან გადავედით წიგნებზე, ამას თავისი რაღაცა მოწყობა ქონდა, ინფრასტრუქტურას რო ვეძახით, ხო, ელემენტალურად სტამბის დაარსება და თავისი აპარატურა და ასე შემდეგ, ხო, ზუსტად ასეთი შესამზადებელი სამუშაო გაიარა მთელმა ევროპამ და ჩაატარა ციფრულ ეპოქაში გადასასვლელად და ჩვენ ამ ეპოქას ავწდით. ჩვენ თან მაშინ ტერმინოლოგიაზე ვსაუბრობ კონკრეტულად, იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა, თან ეს საბჭოთა პერიოდში შექმნილი ლექსიკონები იყო ძირითადად რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული. 90-იანი წლებიდან იწყება უკვე ინგლისურის გამოყენება, მაგრამ ვერ ასწრებს ჯერ. ანუ რა იყო საჭირო? იყო 90-იანი წლებიდანვე თუ ჩავერთვებოდით ევროპულ ან ვთქვათ მოდელში მოხვდებოდით და აი ამ სტანდარტებით განვითარდებოდით და მაშინვე უნდა დაწყებულიყო გაციფრულება, იმ პროგრამების სამუშაოება, ტერმინბანკების იდეა მაშინ გაჩნდა, ანუ რას ნიშნავს ტერმინბანკი? ყველა ბეჭდური ლექსიკონი ერთ ბაზაში მოათავსეთ და ეს არის ჩვეულებრივი კომპიუტერული ლინგვისტიკა, რასაც ქვია, ეს არის ტრადიციული ლინგვისტიკისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის შერწყვა და არაფერი განსაკუთრებით ჩვენთან როგორ ვიგებთ თანამედროვეობას, ძველს ვყრით, ვანგრევთ, ვსპობთ და ცარიელ ადგილას ვრჩებით მერე რაღაცა გაურკვევლობაში, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი დარგით მსჯელობ ამ წუთას და აი ესე მოხდა აქაც, რომ ეს ძველი არ გვინდა. საბჭოთა ლექსიკონები, ეს ტერმინიც კი გაჩნდა და ახლის კეთებას 75 კაცი კვლევარი, მეცნიერი, ის არ იყო 75 ჩვეულებრივი ადამიანის იყვნენ, როგორც გითხარით, წეგან სოფლის მეურნეობა კონკრეტ ყველა დარგში ეს იყო უბრალოდ იმ სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგიას აწერია, მთელი ეს პროცესი აღწერილია შესავალში, რომ მაგალითად მეფუტკრეობაში ან თქვათ მევენახეობაში აი იმ დარგის და იმ დროის ყველაზე ცნობილი სპეციალისტები იყვნენ. ეხლა 75 კაცი რო ჩართოთ დღეს ტერმინი გამრიცხულია. ამას აკეთდება უკვე როგორ იცით, იღებს 1 ან 2 ან 5 მაქსიმუმ ადამიანი, რომელიც ინგლისურ ლექსიკონს თარგმნის ქართულად. ტერმინების თარგმნა არის, აი ხა როგორ გითხრათ, ამაზე საერთოდ ლაპარაკიც არ შეიძლება ტერმინის თარგმნა. ტერმინის ცნებას ვწავლობ და იმის შესატყვის ვეძებთ ენაში. ეს არის წესი, ხო? ეხლა როდესაც 2 ან 3 კაცი გადაწყვეტს, რომ ის მოერევა რაღაც ლექსიკონს და აიღებს და ამის თარგმნას რა უნდა და თარგმნის, ბუნებრივია აქ ორი გამოსავალია. ან
უმეტეს შემთხვევაში კალკირებიდან პირდაპირ გადმოიღოს ქართულად ის როგორც ესმის, ან არა და ხშირ შემთხვევაში ის არ გამოხატავს ცნებას, ან არა და ქართული ასოებით ჩაწეროს პირდაპირ ის ინგლისური ტერმინი. ხო, სხვა გამოსავალი ხომ არ არის, არა? და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ამ ყველაფრის თავიდან კითხვა დასვით რა მდგომარეობა არის, მძიმე მდგომარეობა და ეს მძიმე მდგომარეობა განაპირობა ზუსტად იმ სათავეში, სადაც უნდა მოდიოდეს. დღეს ციფრულ ეპოქაში ჩვენ მე მგონი უნდა ვქონდეს უკვე ხო ისეთი ლექსიკონი, რომელშიც ყველა ერთად ჩავიხედავთ. ციფრული ეპოქაა და ელექტრონული ლექსიკონი, აკადემიური ლექსიკონი, მე მგონი უნდა idus რომლის განვითარებაშიც მინდა გითხრათ, რომ თქვენიც ყველა მივიღებთ მონაწილეობას. ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის, მე როცა ვამბობ ხოლმე, რომ მუშაობთ ცალკე და მწუხაროდ ცუდად ესმით და ფიქრობენ, რომ აი ენათმეცნიერების ინსტიტუტს უნდა რომ მარტო თვითონ იმუშაოს ტერმინოლოგიაში. არა, ყოველ ეთერიდან ვამბობ, ყოველ ეთერიდან ამას. არა. ჩვენ მოუწოდებთ ყველას რომ ვიმუშაოთ ერთად და არამხალხური არაფერი არის. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასაგებია, რომ საერთოდ მეცნიერება კი არა, ქვეყანა იყო, სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქვეყანას 90-იანი წლების განმავლობაში სრული სიბნელე და განუკითხაობა იყო, არა მარტო მეცნიერება კი არა, ელემენტარული საჭმელი არ იშოვებოდა, ხო? მაგრამ დღეს აღარ არის ეს დრო. და რა ხდება? არაფერი შეცვლილა. რა ხდება დღეს? აი ვითარების გამო რაც მოგიყევით, უმძიმესი შედეგების მომტანი აღმოჩნდა ტერმინოლოგიური პოლიტიკის მოშლა. აი ამ არეულობა 90-იანი წლებიდან როგორც გითხარით, რა მოხდა? ნახეთ, ენათმეცნიერების ინსტიტუტში იქნებოდა ტერმინოლოგიური ლექსიკონები. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც გაუჩნდებოდა აზრი, მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტიდან შემოსულია, ჩვენ არქივსაც ვაქვეყნებთ, ეხლა ამ ტერმინით ბანკთან ერთად, შემოსულია ერთ-ერთი წერილი, ასეთი ინახება ჩვენთან არქივში, რომ პროფესორ სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, გაუჩნდა ესეთი მოსაზრება, საბაგირო გზა ქვია და იქნებ მოკლედ გავაკეთოთ და ბაგირ გზა დავარქვათ. ეხლა რა ედგა იმ კაცს წინ იმ პროფესორს, რომ თვითონ როგორც უნდა ისე გამოეყენებინა ეხმარა ბაგირ გზა, მაგრამ ნახეთ რა გააკეთა, გამოგზავნეს წერილი ენათმეცნიერების, რატო? იმიტომ რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტს ეს თუ დაეთანხმებოდა, რომ კი, მართალი ბრძანდებით და ბაგირ გზა, ის აისახებოდა ლექსიკონში და ამ წერილის შემოსვლის შემდეგ გამოსულ ლექსიკონებში მე ვხედავ უკვე რომ ბაგირ გზა არის ლექსიკონში. ანუ პასუხი ჩვენ არ არის შემონახული, მაგრამ ფაქტია რომ მიიღეს ეს, ხო? აი ამას ერქვა ტერმინოლოგიური მართვა. მთელი ქვეყანა იყო ჩართული ერთად მუშაობდა და ასე იყო იმ ძველ, როგორც მოგახსენეთ ილია ჭავჭავაძის დროს, ან ასეა დღეს ევროპაშიც და უცნაური ამ ერთად მუშაობაში არაფერია. მაგრამ ჩვენთან არის სრული თვითნებობა. ახლა რა მოხდა? 90-იანი წლებიდან, როდესაც ენათმეცნიერების ინსტიტუტმა ეს ფუნქცია დაკარგა ლიტვის ინსტიტუტის, ლიეტუვის ინსტიტუტისგან განსხვავებით, იქ დარჩა ისევ ის ტერმინოლოგიის მართვის ძირითად ორგანოდ და აქ შეიქმნა ესეთი აზრი, რომ რატომ ენათმეცნიერების, რატომ სხვას არ შეუძლია, არ შეგვიძლია, ბერგაბაკ დაიწყო ის რაც ყოველთვის ხდება ხოლმე ამ დროს მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია კარგი მუშაობაც მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ამის შედეგები არ ვიცით. ეგ არის ზუსტად შეუთანხმებელი და აუგეგმავი ტერმინოლოგიური მუშაობის შედეგი არის ეს. იქმნება ლექსიკონები, შესაძლებელია უფრო მეტიც ვიდრე შეთანხმებული ტერმინოლოგიური მუშაობის დროს, მაგრამ ჩვენ ამ ლექსიკონის არსებობას ვერც ვიგებთ. და აი ეს არის ფაქტობრივად ადამიანური და ფინანსური რესურსების ფლანგვა, ხარჯვა და ასე შემდეგ. აი ეს მოხდა და რა მივიღეთ შედეგად? ანუ ენათმეცნიერების ინსტიტუტი აგრძელებს თავის მუშაობას, შეგვამცირეს, რაღაც განყოფილება ფაქტობრივად 18 ადამიანიდან ეხლა არის დარჩენილი, 2 განყოფილება გაერთიანდა და ეხლა ვართ თლიანად 11-ნი ვართ, მაგრამ
თავარი რა არის რომ ჩვენც რო ვაკეთებთ ამ ლექსიკონებს და უმუშაობთ ეს ცალკე რჩება და სხვა ჯგუფებიც ისიც ანუ ვისი ლექსიკონის მასალა უნდა გახდეს როგორც მოგახსენეთ ნორმატიულობის ცნება დავკარგეთ. ახლა რა გამოსავალი არსებობს? ესე იგი ერთ პატარა შეჯამებასავით რო გავაკეთოთ, ანუ საბჭოთა სტანდარტებიდან თითქოს ვერ მოვახერხეთ ევროპულ სტანდარტზე გადას. აი ეს მინდოდა. სამწუხარო მე ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობ, სტატიაშიც მაქვს, ეხა ბოლოს გამოვაქვეყნე კიდეც ტერმინოლოგიური პოლიტიკა და ქართული ტერმინით ბანკის ფუნქციები საქართველოში და აქაც აღნიშნავ ზუსტად აი ამ ყველაფერი აღწერილი მაქვს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ზუსტად იმ ციფრულ რაღაც ეპოქაში ფეხის აწყობა ეპოქისთვის ევროპული სტანდარტების შემოტანა აი ამ მართვის სტრუქტურის შენარჩუნება აი ნორმატიულობა ის რაც ხდება ევროპაში საერთოდ აბსოლუტურად გასაგებია აი ამ ქაოსის და არეულობის გამო, იმიტომ რომ ზოგმა საერთოდ არ იცის ენათმეცნიერების ინსტიტუტის არსებობა და ჩემდა გასაკვირად სამეცნიერო წრეებშიც არ იციან ხშირად, რომ ენათმეცნიერების ინსტიტუტში ტერმინოლოგიის განყოფილება არსებობდა ან არსებობს. და 2013 წელს დავაარსეთ ტერმინოლოგიაში კონფერენცია, რომ ეს ცნობადობა აქვე მოაღლებინა, რა ჩვენ ძალიან ჩამორჩინდა. ამამაც შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ეპოქაში არ ჩამორჩენილა ქართული ენა და ქართული ტერმინოლოგია განვითარებას ისე როგორც ციფრულ ეპოქაში. და ჩვენ გამოვტოვეთ მთელი რიგი ნაბიჯები, რომელიც ციფრულ ეპოქაში აი მართლა უნიკალურ საშუალებას აძლევს ენებს, რომ ყველა სახელმწიფო ენა იყოს ამავე დროს საერთაშორისო ურთიერთობის ენა. აი ჩვენ დავცინით რა Google-ი როგორ თარგმნის და მე ვისი ბრალია რომ თქვა არ გვაქვს ეს კარგი თარგმანებს ჩემი სულ ვამბობ ამ იმას რომ ჩემი ძმისშვილი თურქეთში სწავლობდა დოქტორი იქ დაიცვა და ისგანაც ფილოლოგია და იმასაც ძალიან სტკივა ეს და უკვირს რომ თურქული მანქანური თარგმანი არის საოცრად აკადემიური, გამართული და არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს დღეს უკვე ის ხელოვნური ინტელექტია თუ ტელეფონია თუ ნებისმიერი ტექნიკა ამეტყველონ თურქულ ენაზე და ქართულზე არის შეშფოთებული და გავაცებული, რომ ძალიან არასანდო და აი ზუსტად 90-იან წლებიდან გაშვებულმა ამ შესაძლებლობამ ენას შესაძლებლობის გამო დავაკარგვინეთ ჩვენ ჩვენს ენას ეს ციფრულ ეპოქაში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა სამწუხაროდ. არ ვიცი ამას როგორ მოვერევით, მართლა არ ვიცი. აი დღესაც ეხა ხელოვნური ინტელექტზე მუშაობენ პროგრამისტები და უნიჭერესი პროგრამისტები. ისინი თვლიან, რომ ენათმეცნიერები არ სჭირდებათ. და ისინი ასე მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენ ვისაც თქვათ გვაინტერესებს, არ ვართ ამ სფეროში, მაგრამ მე რამდენჯერ მომისმენია თუნდაც პოდკასტი, აი რაღაც ციფრულ ტექნოლოგიებზე, ხელოვნური ინტელექტზე, არ მესმის ნახევარი. იმიტომ რომ ისინი იყენებენ ინგლისურ სიტყვებს. მე თემა მაინტერესებს, მაგრამ ის ინგლისური სიტყვაც არ ვიცი, რას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს ჩემთვის უცნობია. და რატომ ხდება ასე? თან იმ დროს, როდესაც საქართველოში არის ბუმი მარკეტინგის, ბუმი ხელოვნური ინტელექტის, ძალიან ბევრი, უამრავი შეიძლება ესეთი ხმამაღალი ნათქვამი, მაგრამ ბევრი წარმატებული კომპანია აკეთებს ძალიან კარგ საქმეს თავის სფეროში, ხელოვნური ინტელექტის სფეროში. რატომ ვერ ხედავენ ისინი საჭიროებას, რომ ქართული ტერმინები არსებობდეს? აი რატომ? კიდე გეუბნებით, შეიძლება ხედავენ კიდეც და მე ვხედავ ძალიან ესეთ მცდელობას და ხშირად ვაზიარებ ხოლმე სოციალურ ქსელებში, მე მაქვს ახლა რაღაც შეცვლას ვაპირებ ქართული ტერმინ შემოქმედება ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცნაირად წავახალისო ან რაღაცა ვთქვა რომ აი ყოჩახ რომ ძალიან მიხარია რომ ქართულ სახელს დაარქმევენ ან რაღაც ქართულ ტერმინს არის ეს მცდელობა ისე იქ მივდივართ უბრალოდ შემთხვევით ვაწყდები ხოლმე ესეთ რაღაცებს როდესაც იგებთ უცხოურ ტერმინს ქართული ტერმინის ადგილს როცა იკავებს ეს უცხოური ტერმინი აი თქვენ რას გრძნობთ ამ დროს
ძალიან საინტერესოა, ბევრთან მილაპარაკია, როდესაც იყენებენ ამ ცხოს სიტყვას, რომ აი რატომ მაინტერესებს იცით აი ეს გამოკითხვასავით გვაქვს, რომ აი რატომ ზოგმა არ იცის, ახალგაზრდება მართლა არ იციან, მაგრამ ჩემი ასაკის ან ჩემზე უფროსი ადამიანი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ინგლისური არ იცის, აი ზუსტად ვიცი და იყენებს აი ამ რაღაც თარგეტირება და რაღაც აი benefit და რაღაც ეს ჩემთვის ეს მაბადეთ, მაგრამ უვიცობა და უცებ შეიძლება ამ ადამიანმა რაღაც თქვათ გააკრიტიკოს ახალგაზრდა, რომელმაც მართლა შესანიშნავად იცის ის ინგლისური და უბრალოდ იმ შემთხვევაში ვერ ფიქრობს, უცებ ვერ მოიფიქრა ქართულ. ეს სხვადასხვა შემთხვევაა, ნამდვილად სხვადასხვა არის და საბოლოოდ ორივე შემთხვევაში ქართული რა თქმა უნდა დაჩაგრული გვაქვს, მაგრამ ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება მგონია მეციფრულ ეპოქაში ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ახლა უნდა არსებობდეს მარწერის ისეთი პროგრამები უნდა გქონდეს, რომელიც არ მოგვცემს ჩვენ ვთქვათ, იქვე შემოგთავაზებს სწორ ფორმას და რაღაცნაირად დაგვეხმარება. დავანებოთ თავი უცხო სიტყვებს, ქართული სიტყვები სწორად იწერება. რა არის თქვენი არგუმენტი იმ აზრის საპირისპიროდ, რომ რას ვიზამთ, ეს არის შეუქცევადი პროცესი. შეუძლებელია ენის სიწმინდის შენარჩუნება გლობალიზაციის პერიოდში. არა, გააჩნია დამოკიდებულებას. რამდენიმე წლის წინ ჩემი თანამშრომელი იყო საფრანგეთში ექსკურსიაზე წასული და მან მიამბო, რომ პარიზის ცენტრში გავიარეთო და ექსკურსიამწყალმა გვითხრაო, რომ აი აქ მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ტერმინოლოგები და ქმნიან ფრანგულ ტერმინებს, ანუ ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. გააჩნია თავი არის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ენას ნამდვილად სჭირდება აი ბევრი ძიდის ხელში რა ყველა თავისებურად რომ რაღაცას როგორ ხდება ხოლმე ამ დროს იცით მოგეხსენებათ რომ შეიძლება საერთოდ ამ ზრუნვამ პირიქით დაუპოს ქაოტურა ეს ქაოსი არა ეგმალმა გაუაზრებელმა აი ეგ ჭირდა არამედ გლობალიზაციას და ზუსტად ციფრულმა ეპოქამ დაგვანახა ძალიან მარტივად ხედავთ რა ხდება გარშემო. როგორი პურისტები, ადრე ეს პურიზმი იყო ძალიან საშიში სიტყვა. აი რაც გესაუბრეთ მე თქვენ, ნიკოლაძეები იყვნენ პურისტები, ну მეც ძალიან ბევრი პურისტს მეძახის. პურიზმი არის ზოგადად სიტყვის ენის სიწმინდის დაცვა, ზედმეტად დაცვა. ანუ იმის მოთხოვნა რომ თქვათ ეროვნული ძირები იყო. თუმცა აღმოჩნდა რომ ამ ციფრულ ეპოქაში გავიხედეთ ფანჯარა თავისთავად გაიღო და აღმოვაჩინეთ რომ პურისტები არიან ფრანგები, ბერძნებს არ უყვართ ლათინური ძირის ისა და ვიცნობ აი ამ ქვეყნების დამოკიდებულება ეს როგორ გლობალიზაცია მარტო ჩემთვის არის პირიქით ზუსტად ამ ეპოქისთვის ემზადებიან და ემზადებოდნენ ისინი რომ და აი რაღაცა ძალიან საინტერესო კვლევები დაიწყო. ამ საერთო ბაზებში უკვე ერთმანეთს უყურებენ, რომ რა ტერმინები გაქვს შენ, აი რაღაცის აღსანიშნავად. ამ ცნებებით აკვირდებიან ენებს და ქვეყნებს. ენა არის ერის კულტურის ამსახველი, ხო? თავისთავად და ნებისმიერ სიტყვაში არის იმ რაღაცა კულტურის ნაწილი ჩადებული, ხო? შესაბამისად, აი ამას ერთმანეთს აჩვენებენ, ერთმანეთს სხვადასხვა თავს იწონებენ, რომ აი მე ეს სიტყვა მაქვს, აი ძალიან შორიდან უყურებ ამ ყველაფერს და ძალიან ტკივა, როდესაც ვიღაცა ну რას ვიზამთ ახლა გლობალიზაცია სულ მაქვს ხოლმე სურვილი იმისა რომ იქნებ მეტი წაიკითხონ დღეს ძალიან ადვილია ამაში ძალიან ადვილია ყველაფრის წაკითხვა ძალიან ღარიბია ჩვენი ინტერნეტ სივრცე სამწუხაროდ გაციფრულებული ეხლა როგორ გითხრათ 150-მდე ლექსიკონი შეიძლება მეტი ზუსტად არ მაქვს აღრიცხული უბრალოდ ვაგრძელებთ ამის აღრიცხვას არის ამ წუთას გასაციფრულებელი
აქედან მხოლოდ 10 მაქვს დაახლოებით 15-მდეა მე ვგულისხმობ აკადემიურ ლექსიკონებს. იმ ლექსიკონებს, რომლებიც კომისიების მიერ არის შექმნილი და არა 2 და 3 კაცის თარგმნილ ლექსიკონს. და მე ვგულისხმობ ძირითადად ენათმისების ინსტიტუტში შექმნილ ლექსიკონებს 90-იანი წლების შემდეგაც. აი 90-იანი წლების შემდეგ განყოფილება საოცრად გმირულად გაუმკლავდა იმ რაღაც პერიოდს და ქალბატონი ინგა ჯიბუტი მინდა ვახსენო, განყოფილების ხელმძღვანელი იყო იმ დროს და მიუხედავად იმისა, რომ ენათმისების ინსტიტუტში შექმნილი ლექსიკონები უკვე საყოველთაო მოხმარებისა არ იყო, ისინი აი თავაუღებლივ მუშაობდნენ ამ ლექსიკონებზე და ამ პერიოდში უკვე იქნებოდა ინგლისურ ქართული ან ქართულ-რუსული ინგლისური და ძალიან ბევრი დარგის ნავთობი, ავიაცია, ეკონომიკა, ბევრი ლექსიკონი არის შექმნილი, მაგრამ იქნებოდა ძირითადად რომელიმე თქვათ რამე დაფინანსებით და იყო მცირე რაოდენობით რაღაც უმეტესობა ბიბლიოთეკებშიც არ არის მიტანილი და აი ამ უნიკალურ ლექსიკონებს ვუხვრით თავს და ვაციფრულებთ. ეხლა და ხანვის ვთხოვ, ხანვის დახმარებას, რომ ეს უნდა გაციფრულდეს აუცილებლად. თქვენ პირადად აი ქართული ენის მომავალთან დაკავშირებით რისი გეშინიათ ყველაზე მეტად? ამ წუთას რაც მაფიქრებს, რაც მადარდებს, იცით რა არის, როცა ჩემი აზრი ასეთია თქვენ კითხვასთან დაკავშირებით, რითაც დავიწყე. თუ გვექნება მტკიცე, მყარი, დარგობრივი ტერმინოლოგია, დარგის სპეციალისტები, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ამ აზრით, ამ იდეით, რომ დიახ, სტატიები უნდა წერონ ქართულად, ქართული ტერმინოლოგიით უცხოეთში უნდა წაიკითხონ უცხოურად, მაგრამ ქართულად უნდა წერონ, უნდა ილაპარაკონ ქართულად, ლექციები უნდა იკითხონ ქართულად. ამას წინათ დავესწარი ხელოვნური ინტელექტის, ძალიან მინდა რომ ხელოვნური ინტელექტის რაღაც გარკვეული ჩავაშენოთ ტერმინთ ბანკის პროგრამაში და ამაზე ვმუშაობ და ლექციას ვერ კითხულობდა. აი საოცარი ის იყო, როცა ტერმინები არა გაქვს, აზრის გამოთქმაც გიჭირს და ამ დროს გიორგი ნიკოლაძე ამბობდა ერთადერთი ჯგუფი იყო, რომელმაც მეცნიერულად დაასაბუთა რას აფუჭებს უცხო ტერმინი და ერთ-ერთი იყო, რომ ენის მომავალს უქმნის საფრთხეს და წინ გველოდება ბაბილონის გოდოლი. ბაბილონის გოდოლს უწოდებდა ის ყოველ მეორე სიტყვას არა ქართულს, როდესაც ქართული სიტყვა უქმდება და მის ადგილს იკავებს უცხო სიტყვა, ეხლა მე აი ესე კვდება ენა. ჩვენ ვიცით რამდენიმე მკვდარი ენა, რომელსაც ეხლა მე თვითონ კლასიკური ფილოლოგია მაქვს დამთავრებული ძველი ბერძნული ლათინური, ვებერთელა ლექსიკონები არსებობს მოგეხსენებათ, მაგრამ მკვდარი ენებია და ესე ჩვენც სიტყვების უმეტესი მარაგი დაგვრჩება ლექსიკონებში, მე ამის მეშინია. ყველაზე მეტად მეჩქარება, ასე ვთქვათ, რომ საზოგადოებამ სამეცნიერო საზოგადოებამ მოახერხოს გაერთიანება ამ საკითხის გარშემო და მხარდაჭერა არა ერთმანეთის, არამედ თავი საქმის. და თუ ამას ჩვენ მოახერხებთ და იმ სათავე, ასე ვთქვათ, მოწესრიგდება, მერე დანარჩენი ყველაფერიც დაალაგდება თავის ადგილას. იმ ჟურნალისტს, იმ მასწავლებელს, თქვენ და ნახოთ განათლების სამინისტროს ტერმინოლოგიური, აი ფაქტობრივად ვერც იგებენ ადამიანები რაზეა საერთოდ საუბარი, იმდენი უცხო ტერმინია და ეს ხო სკოლის სახელმძღვანელოებშიც სკოლის სახელმძღვანელოებშიც იჩენს მერე ეს თავს, მერე არის სიჭრელე, ზოგან პერპენდიკულარია, ზოგან მართობია, ზოგან ვიეტას თეორია, ზოგან ვიეტის თეორია. აი ეს გაურკვევლობა მერე მაჩვენეს ბავშვებმა, რომ თქვა საუკუნეები არასწორად წერია, მე და მერე რომაული, როგორ შეიძლება რომაულთან იხმარო მე. ანუ ასე თქვა ძალიან ბევრი და სხვათა შორის ენათმისების ინსტიტუტის ფუნქციის დაკარგვა აქაც დაგვეტყო, იმიტომ რომ ენათმისების ინსტიტუტს ევალებოდა სახელმძღვანელოების შეფასება, ენის შეფასება. და არსებობს სტატიები ამ თვალსაზრისით გამოქვეყნებული რა და აი ამ კრიტიკას ჰქონდა თავისი შედეგი. სხვაშიც ტელევიზიებშიც იყო ყოველ პარასკევ დღეს ტელევიზიაში მაშინ ერთი ჰქონდა ენის ანალიზი.
BBC-შიც არის. რა ნუგონიათ რომ ეს საბჭოთა პერიოდის არის, არ არის საბჭოთა BBC-ში დღესაც არის განიხილება და ვთქვათ თუ ვიღაცა არასწორ ან შეუფერებელ ტერმინს იხმარს, მას აძლევენ შენიშვნას და ამაში უცნაური არაფერია. ჩვენ რაღაცა ესე იგი ეს ერთად მუშაობა დიქტატურა ფასდება თუ რაღაც გაურკვევლობა ცოტა ვიბნები მან და ამდენად იმიტომ ვამბობ დღეს ციფრულ ეპოქაში ადვილად შეიძლება ეს ყველაფერი მე გაარკვიო მარტო შენს თავს ხდება თუ სხვაგანაც იგივეა ხო იმის მეთვალყურეობა და კონტროლი ყველასთვის მისაღებია და ჩემთვის რატო არ არის მისაღები მე მართლა ვერ გავიგე და ერთი კიდე საბჭოთა პერიოდიდან ეს მოარული ისა რომ სომხები უვლიდნენ ძალიან თავიანთ ენას იმას რასაც ახლა მე დღეს ვხედავ ვთქვათ იმავე ლიტვაში საბერძნეთში საფრანგეთში შვედეთში საბჭოთა კავშირში ვიცოდით რომ ასე მარტო სომხები აკეთებდნენ გადაცემაც კი ჰქონდათ სადაც ქმნიდნენ ტერმინებს ეს ყოველთვის რატომღაც ასაცილო იყო ქართველისთვის და ეს პურიზმი და ეს სომეხი ხო არ ახარ გაიგივებულია ერთმანეთთან და მე მგონია რომ აი ამას ქვია საბჭოთა იდეოლოგია რომელიც დღემდე აქვთ რატომღაც შემორჩენილი და ამას რაღაცნაირად უნდა მიხედვა. ჩემთვის ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ, მინდა ვახსენო, სულ ახსენებ ხოლმე. რა თქმა უნდა, გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც საოცარი აი პირველი ტექნიკური ტერმინოლოგიის ავტორი და მანამდე 1913 წელს მან შექმნა სატანვარჯიშოც მისი ხელოვნური ტერმინია, სატანვარჯიშო ტერმინოლოგია, რომელშიც უკვე ანუ 20 საუკუნის დასაწყისში ჩვენ მქონდა მთელი რიგი სპორტული ტერმინი ქართულად გაკეთებული, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი ну მე მოგვიანებით განკლავი, ზემკლავი მისი შექმნილი ტერმინი სხვა შორის კიდე გეუბნებით ბევრი ტერმინი არ ვიცი და არ მაქვს ნაკვლევი მე მაგალითად სულ ვკითხულობდი და იმ ნახავ სამეცნიერო ლიტერატურაში წერია რომ ხელოვნური ტერმინები შექმნეს ნიკოლაძეებმა მაგალითად როგორებიც არის ბანჭვინი, მენაკი და მაგალითები იყო ჩამოთვლილი და მეც ასე ვიცოდი რომ ეს ბანჭვინი ბენზინი და როდესაც დავიწყე ამ ლექსიკონის კვლევა, აღმოვაჩინე, რომ ეს მენაკი არის უძველესი ქართული ტერმინი, რომელიც ჯერ კიდე სახარების თარგმანშიც ჩანს. ბანჭვინი არის ბენზინის შესატყვისი ჩუბინაშვილების ლექსიკონში და როგორც ჩანს, სანამ რუსულის გზით შემოვიდოდა ჩვენთან ბენზინი, აღმოსავლურიდან შემოვიდა და ამ სახით შემოვიდა. მაინც რატო ჭრის ყულს საზოგადოების რაღაც ნაწილს? რატო ეჩვენებათ და რატო ამბობენ რომ აი ეს ძველი ქართული სიტყვები არის არქაული და უნდა გამთავისუფლდეს? რაღაც სასათქილო დრო. აი დენზე რას ფიქრობთ? დენი როგორია თქვენ? დენი ჩემთვის ძალიან თანამედროვე. აი ზუსტად თქვენ გაიცით პასუხი თქვენსავე კითხვას გეტყვით. ილია ჭავჭავაძე წერდა ერთგან რომ აცალეთ ტერმინის დამკვიდრება. ტერმინი იქნება მომავალი თაობისთვის. რატომ დენი? დენთან დაკავშირებით უბრალოდ არ მახსენდება ალბათ იმედია ვიპოვი მე ამ ჩანაწერს, ერთ ჩანაწერში მაქვს წაკითხული, რომ შეკრებილია დიდი საზოგადოება აღშფოთებული, რომ რა არის ეს ხელოვნური დენი, რომ ტოკი უნდა დარჩეს, ტოკი. რუსული და ნუ აი ეს არის ჩანაწერი არსებობს ამისი და გავიდე დრო და თქვენთვის, ჩემთვისაც, ჩემ თაობისთვისაც კი დენი არის ჩვეულებრივი სიტყვა, ხო? როგორი ტერმინია ხა ნებისმიერი, ვთქვათ, რაგბის მსმენელისთვის გარდასახვა, დამიწება. როგორია? ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელოვნური. ძალიან თანამედროვე და ამიტომ იცით რა არის, თუ ჩვენ გვეცოდინება რომ ენას ჭირდება ქართული ძირებით გამდიდრება. აი ხა დღეს ძალიან ბევრი ჭუბობს რა არის ეს დაორგანიზა. კი, მაგრამ დაკონკრეტება თუ არის, იგივე წარმოება დაორგანიზა. იგივე. და თუ არ გვინდა რომ ქართულ ზმნასაც მოერიოს ეს უცხო სიტყვები და ახლა მოგეხსენებათ ზნაში შემოდის ჩვეულებრივად ის უცხო სიტყვა ჯერ რაღაცნაირად მარტო სახელია ხოლმე და დამხმარებითი წარმოება. მაგალითად აი ვთქვათ кейფი შემოსული სიტყვა და აი кейფი დაიდვა იყო თავიდან, მერე უკვე მოირგო ყველა მწკრივი ყველა სერია იქეიფა ყველა აი ხა ციკივია მცდელობა ხა კომუნიცირებს რაჯან
კომუნიკაციამ გადაფარა ყველაფერი. კომუნიკაცია არის ასე კომუნიკაცია შედგა, ვერ გამოიცნობ. დაურეკა, შეხვდა, აი რა გააკეთა, ვერ მიხვდები. მისწერა ჩვეულებრივად, დაურეკა, ან რომელიღაცას ნიშნავს და რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ამბობთ კომუნიკაცია შედგა? რატომ შეიძლება ვთქვათ დაურეკა, ესაუბრა ტელეფონით ანის ამ რაღაც ურთიერთობაში რაღაც კი ბატონო შეხვდნენ ერთმანეთს რატომაც უგონია რომ რაღაცა მაღალი და დაბალი სტილი არსებობს და იმ რაღაცა მაღალი ეს ვთქვათ გამოჩნდები და არის სოფლურ მეტყველებას უწოდ გამიგია ესეთი რაღაცა და ვინდაყო ესე აი მარკეტინგშია კიდე ძალიან ბიზნესში თქვათ შორის და მარკეტინგში ძალიან ბევრი ტერმინია მაგალითად account manager-ი ქართულად არავინ არ იცის როგორ ხო იცით რა არის ძალიან ხშირად აი როცა მე აი ეს როგორ არის ქართულად და უცებ ვერ პასუხობ იმიტომ რომ მე ვიცოდე რა არის ზუსტად ცნება ძალიან ბევრი ტერმინი სხვათა შორის იმიტომ რომ როდესაც მუშაობ იმ დარგის ტერმინოლოგიაზე ჯერ ვწავლობთ ცნებას მე ვეძებთ მთელი განყოფილება სხვა ენებში როგორ არის აბა სხვა ენებმა როგორ გადაიტანა დღეს მართლა ადვილია ამ ტერმინოლოგიაზე მუშაობა ხა ადრე სხვათა შორის ჩვენს განყოფილებაში ყოფილა უნიკალური წიგნადი ფონდი ისეთი რომ თუ სადმე რამე ლექსიკონი იყო ჩვენთან ბიბლიოთეკებში ცნობილია ფაქტი რომ კონსტანტინე გამსახურდია მოდიოდა განყოფილებაში რომ რომელიღაცა ლექსიკონს გასცნობოდა და ამ ლექსიკონებიდან ზუსტად იმავეს აკეთებდნენ დღეს ახლა ამ ციფრულ ეპოქაში უამრავი არის ჩვეულებრივი აკადემიური ლექსიკონი სხვა რუსებს აქვთ გადასარევი გაკეთებული სახელმწიფო მიდგომა აქვთ იმათ რა ვიცი ნებისმიერ ქვეყანას რომელიც გინდა ყველა ენაზე შეგიძლია ნახო თქვა ბერძნებმა რა აქნეს ლიტველებმა რა აქნეს ყველა ენას მოვძებნი და მე ვთქვა კარგად შევისწავლი როდის გაჩნდა როგორ წამოვიდა ამ სიტყვის ისტორია რა არის და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ხო აი ისე იქ მივდივართ. დარგობრივი ტერმინოლოგიის მოწესრიგებას აქვს პირდაპირი გავლენა ენის განვითარებას. და კომპანიები რაღაც კერძოდ ხო უკვეთავენ აი სხვადასხვა ტერმინების გადმოთარგმნა. აი რაღაც ჩვენთან უკვე ხანია ესე არ მოდის შეკვეთები მაგალითად თავის ბანკების ისტორიას მოგიყვებით ხა 2009 არა საქართველოს ბანკების ისტორია ეს კიდე ცალკე ამბავი არის უცხოელები გაოცდნენ როდესაც ეცნობოდნენ თანამედროვე ტერმინოლოგიურ მდგომარეობას ერთ-ერთი მაგალითი იყო ეს რომ ყველა ბანკს თავის ტერმინოლოგიური ლექსიკონია და ერთ ქვეყანაში და 2009 წელს ჩანაწერიც აგვაქვს ოქმებით და ჩავიწერეთ კიდეც ეს შეხვედრა მოვიწვიე ინსტიტუტში ყველა ბანკის არსებული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მოვიწვიეთ პროგრამისტი, რომელსაც უკვე რა ვიცი რამდენი ხანია ვოცნებობ ამ ტერმინით ბანკის გაკეთებაზე და ვთხოვეთ ამ პროექტის გაკეთება და ვისაუბრეთ ამაზე, რომ არ არის ქართული საბანკო ტერმინოლოგია გაკეთებული და მოდით ყველა ბანკმა გაიღოს რაღაცა თანხა 15000 ლარი მოითხოვა მაშინ პროგრამისტმა გავაკეთოთ ერთი ელექტრონული ლექსიკონი და გავაკეთოთ ერთი საერთო საბანკო ტერმინოლოგია, რომ მაშინ ყველა ჩავიხედავ თქვენც და დაიჭიროს საზოგადოება. ნუ ვარი თქვენ ასე თქვა საფუძველი ასეთი იყო რომ ჩვენთვის სახელმწიფოს ეს არ დაუვალებია. და საბოლოოდ მივდივართ. ყველამ გააკეთა თავისი, საქართველოს თავისი აქვს, თბილისის თავისი აქვს და ერთ-ერთმა მითხრა სხვათა შორის რომ მივწერეთო ჩვენი ტერმინებით ერთმანეთს ვერაფერი ვერ გაუკვეთოთ. ახლა მიმოწერა ინგლისურად გვაქვს. აი შედეგი. აი ეს არის შედეგი და იცით არასდროს არ მჯერა ხოლმე როცა იტყვიან რომ ქართველებს ეს თვისება გვაქვს ქართველებმა ეს აი რათვის რომ ერთად მუშაობის სირთულე ნამდვილად კი ერთობის გერბზე რაც მიწერია იმაში ვართ ძალიან სუსტა. იცით რა არის ახლა შეიძლება ვიღაცა მისაყვედუროს რომ მოდი და შენი მუშავე სხვასთან ჩემთვის ბევრჯერ შემოუთავაზებიათ კერძო რაღაცა მუშაობაში ჩართვა. მქონდა ესეთი შემთხვევა სხვადასხვა საბანკო საქმეზეც ერთ-ერთმა ბანკმა მთხოვა რომ პირადად მე მიმიღო მონაწილეობა რომელიღაცა პროექტში და სხვა ძალიან დიდ ახალს ვთავაზობდნენ მაშინ იმ დროს სათითაოდ ახყავდეთ და
დავდექი იქ და ვუკითხე ლექცია, რომ აი, იცით რა არის, რომ დარგობრივი ლექსიკონი უნდა შემოვიდეს ენათმეცნიერების ინსტიტუტში, იმიტომ რომ მე იქ დამჭირდება სხვა განყოფილება. ჩვენთან რატო ინსტიტუციური მუშაობის უპირატესობა რა არის, რომ ჩვენთან არის 7 განყოფილება. მე მაგალითად, როდესაც ვთქვი, რომ პუფის შესატყვისად მოდი ქუნთა გავაცოცხლოთ, ჯერ ქუნთა შევამოწმე ეტიმოლოგისტთან, რომ აი ვთქვათ, რამდენად არის ქართული წარმომავლობის, იქნებ ვთქვათ, შემომავს არაქართული სიტყვა, ეხლა ის გაიტანე და ფრანგული და შემოიტანე ვთქვათ სპარსული, არაფერი არ გამოვა ამეთი და აი ამ ტერმინოლოგიურ ვთქვათ მუშაობის დროს იქ მონაწილეობენ სხვა განყოფილების წევრები, მე იქ საბჭოა, საბჭოზე წდება ეს ამბავი და ახლა უკვე დიდხანი არსებობს ენის დეპარტამენტი, საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს ენის დეპარტამენტმა და შესაბამისად ეს გზა გასავლელი, თორემ მე რომ მოვალ შენთან და პროექტში ჩავერთვები და ვთქვათ რაღაც 2 წელი მე ფინანსური რაღაც პრობლემები მიგვარდება ეს ტერმინოლოგიურ მუშაობას არ უშველის. აი სწორედ ეს არის მეცნიერების როლი და სამეცნიერო სამუშაოს როლი, რომ აი ეს ყველაფერი იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, აკადემიურად გამართული, მეცნიერულად გამართული, რომ ამდენ დეპარტამენტთან ყველასთან შეთანხმებული, რომ რაღაც შეცდომები არ იყოს, ხო? და მოდი ახლა საუბრის ბოლოს ტერმით ბანკზე ვისაუბროთ აუცილებლად, რომელიც თქვენი ბოლო რამდენიმე წლის ნამუშევრის მუშაობის ნაყოფია, რომელიც ძალიან მალე გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის. და გითხარით ამით რა გაკეთდა ქართველი ხალხისთვის და ქართული ენის თავარი ეს არის. დიახ, აი ზოგადად ტერმით ბანკებზე მუშაობა, როგორც გითხარით, მთელმა ევროპამ დაიწყო სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ, რაც ისტორიაში რაც დამიკითხავს, აი 70-იანი წლებიდან. განსხვავებულ ვითარებაში ვართ სრულიად ევროპისგან, განსხვავებულ ვითარებაში, ანუ ჩამოვრჩით ამ ციფრულ ეპოქას, ქართული ენა ვერ ამეტყველეთ, მანქანური თარგმანი ვერ გავაკეთებინეთ და ქართულად გამართული სალიტერატურო ქართულით ვერაფერი ვერ ავამეტყველეთ. 2010 წლიდან ეს ჩვენი ოცნება რაღაც რეალობად გვიქცია თავდაცვის სამინისტროდან მოსულმა ერთმა ჯგუფმა, რომელსაც უნდოდა სხვათა შორის ტერმინოლოგიის მოწესრიგება, ტექნიკური ტერმინოლოგიის მოწესრიგება, რადგან სატყობი ვერ აღწერეს. შევიდოდა ერთი ჯგუფი და გამოვიდოდა, რომ ვთქვათ 10 რუჭკადევს, შევიდოდა ის დაწერდა, რომ 10 კალმისტარი დევს და რაღაც საოცრება ხდებოდა და მოითხოვეს, რომ დაიდოს რაღაც ძალიან მარტივი მაგალითი, თქვი კიდე იყო რაღაც უამრავი რაღაცა, რომელსაც თავის სახე და შექმნეს ბაზა. და აი ამ ბაზებზე მუშაობისას ძალიან დაგვიახლოვდნენ, გაიცნეს, ჩვენთან მოდიოდნენ, ჩვენც იქით მივდიოდით და გითხეს, რომ აი რატო არის დღეს ასეთ მდგომარეობაში და არაჩვეულებრივი ადამიანი ირაკლი უჯმაჯურიძე, რომელმაც შემოგთავაზა, რომ მე ჩემი განყოფილების პროგრამის უთხარი, რომ ზუსტად ის დაემთხვა, რომ მორიგი მარცხი, რომ ვერ მოვიპოვეთ პროექტი და ანუ ვიყავით ძალიან ხელებ ჩამოყრილი და მე ასე ვთქვათ, გამოგზავნით ჩემს პროგრამის და თქვენ მოდით აი ასე ყოველ სამშაბათს პარასკევს ჩვენთან კანცელარიასთან ვმუშაობთ. ზუსტად იქ არის ჩვენი ინსტიტუტი, მოდიოდა თავდაცვის სამინისტროდან ეს ადამიანი პროგრამის გვიგზავნიდნენ მანქანით ესე ძღოლით და ასე შევქმნით ჩვენი კონცეფცია ქართული ტერმით ბანკის. ასულ წელს 2024 წელს მას მხარი დაუჭირა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტმა, რომლის შემადგენლობაში ჩვენ შევდივართ 2010 წლიდან. და დაფინანსდა მისი გამოქვეყნება პროგრამული უზრუნველყოფა დაფინანსდა და 4 თვეა ჩვენ მუშაობთ ამის ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელ, ეხლა გვაქვს 10 წელი ვერსია და ამ ჩვენს დაახლოებით 10 წლიან ნამუშევარს უკვე თანდათან ვამზადებთ გამოსაქვეყნებლად. და მიდგომა არის ასეთი. ჩვენ შეგვაქვს ეს აკადემიური ლექსიკონები, ვქმნით ამ ბაზას, სხვადასხვა დარგისა, სამედიცინო, იურიდიული, ეკონომიკა და სხვა. და ამ ლექსიკონების გაანალიზებით იქვე
ვაქვეყნებთ ნორმატიულ ვერსიას. ნორმატიული ვერსია არ ნიშნავს უკვე სტანდარტულს. სტანდარტიზაცია უკვე ამას აკეთებს ენის დეპარტამენტი. თავარი, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი ტერმინბანკში ისე რომ ყველა ტერმინს მიწერილი აქვს დარგი, რომელსაც გადავყავართ იმ ლექსიკონზე, საიდანაც არის პირველად სადაც არის გამოყენებული. და ეს დაეხმარება Google Translate-საც გამართვაში. რა თქმა უნდა. საოცრად რო თარგმნის დღეს. რა თქმა უნდა, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეს ტერმინოლოგია თავის დროზე რო გაციფრულებულიყო და დადგენილი ტერმინოლოგია რო შეგვეტანა და ეს Google ხო ფაქტობრივად ვიღაცების თაოსნობით, აი რაღაცა მონაწილეოდ პირადი ჩართვით ნებისმიერ შეუძლია რაღაცა გაგზავნოს ხო და მადლობა ღმერთს რომ რაღაცა ცოტა წავიდა წინ, მაგრამ ახლა ძალიან შორს არის, რა თქმა უნდა, გამართული ქართულისგან სამწუხაროდ. მაგრამ მე თუ მაინტერესებს კონკრეტული ლათინური, ინგლისური სიტყვის თარგმანი ქართულად, შემიძლია ჩავწერო ტერმინბანკში ეს ინგლისური სიტყვა და ამომიგდებთ ქართულს და გაჩვენებთ დარგს. ამის გარდა, ქართული ტერმინბანკი ევროპულისგან განსხვავდება იმითაც, რომ ჩვენ რამდენიმე დანიშნულებით ვაკეთებთ ტერმინბანკს, ეს არის ესე იგი აი წმინდა პრაქტიკული, შემოდიხართ, სიტყვა გაინტერესებთ ხო არაფერი. სასწავლო შემეცნებითი მეორე ფუნქცია, ანუ აქ ვათავსებთ ისეთ მასალას, რომ ინფორმაციული, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის ტერმინები, ნიკო კეცხოველის შექმნილი ტერმინები, მაგათად არც ვიცოდი მე პირადად და ბევრი ისტორია არ ვიცი და ეს არის ჩაკარგული, რომ კეცხოველი შემოღებული ყოფილა ტერმინი მეკდეული სპორტის სახეობა, და სათვლელოს გამოუცხადებია ეს კონკურსი და კეცხოველის ტერმინმა გაიმარჯვა და სხვათა შორის ადრე მეკდეული მხოლოდ კლდეზე მოსიარულე ცხოველს აღნიშნავდა, მაგრამ შემდეგ ეს მნიშვნელობაც მიიღო. ანუ თასვლელი განსხვავდება მეკლდეულისგან. კი, რა თქმა უნდა და ასე აი ეს სასწავლო შემეცნებითი ასეთი მასალა გვექნება და შიგადაშიგ რაღაცა ესეთა ბლოგების სახით გვექნება სიტყვის ისტორია, ვთქვათ, ამა თუ იმ სიტყვის ისტორია, ან გააცოცხლებ, ვთქვათ, ქართული ტერმინი მაქვს ესეთი რუბრიკაც, რა თქმა უნდა, და ვეკითხები საზოგადოებას. აი ხა მაგალითად ფლეშკის ქართულ შესატყვისად არის ორი ტერმინი, მეხსიერების ბარათი და ინგლისურ ქართულში ვნახე მეხსიერების ჭხირი, მაგრამ ნეტო მქონდა ესეთი აზრი, რომ ქართული ძირი გონ, ანუ რა არის ფლეშკა არის მეხსიერების, ხო, რაღაც და გონ ძირი ძირი ამაზე რომელიღაც გადაცემაშიც ვისაუბრე სხვათა შორის და დაგვიჩაგრა სპარსულმა ფიქრმა და ფიქრის სპარსულია. ვეფხის წყალსაში მაგათად ფიქს ვერ ნახავთ, ყველგან არის გონი, ეს აგონებელში ჩავარდა. ცოცხლობს ერთადერთ მე მგონი თუ არ ვწდები, აი ამ მე მგონიაში აი მე მგონი არის მე ვფიქრობ. და აი ეს გონძირი იყო ადრე ძალიან აქტიური და იონე პეტრიწვა შექმნა მისგან რაღაც ძალიან ბევრი ტერმინი, გონიერი, უგონო და ეს ფილოსოფიური ტერმინები იყო, რომელიც მე ენაში გადმოვიდა და იქნება მეთქი დავარქვათ გონაკი და რომ დავდებ ხოლმე რაღაც როგორ ვიფარებ თავზე ხელს იცი რომ გონია რომ ეხლა რაღაცა ძალიან დიდი რისხვა წამოვა რომ აი რა ქართული და მაშინ ეს არ აქვს საზოგადოებას ეს დამოკიდებულება. Აკონდა არიან რაღაცა ისეთი დაქცინებენ და რატო დაქცინებენ ოღონდ საფუძველი მართლა არ ვიცი კარგი. იმიტომ რომ ყურს ჭრის და რა ეს სიახლეა ეს ფსიქოლოგიური შესასწავლის საკითხია. ყველა ქვეყანაში ეგრეა? აი ხა მაუსი რო დაარქვეს, ოდესღაც კომპიუტერის იმ ნაწილს თაგვი რო დაარქვეს. ეს ამერიკელს კითხე და ვერ მიხვდა რა ვკითხე, რომ რატომ ეს ხო ინგლისური სიტყვა არისო და რატომ უნდა და ვერ გაიაზრა კარგად. რა თქმა უნდა ჟარგონი, პროფესიული ჟარგონი რაღაცა ყველა ენაშია, მაგრამ აი ეს დაცინვა ენის მე მაინც მგონია რომ ეს იმ დროიდან მოდის, იმ ავადმსახსენებელი დროიდან, როდესაც თრგუნავდნენ ეროვნულ ტერმინჩემოქმედებას ნამდვილად და აი
ანეკდოტები ენაზე, მე მგონი, მხოლოდ ჩვენ გვაქვს, მე ასე მგონია, რა ვიცი, მე ასე ვფიქრობ. მე აუცილებლად მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში ბმულს ტერმით ბანკის მისამართს, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს მისამართი და დიახ, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერს ჯერ ის გვერდი დახურული გვაქვს სამეცნიერო ბაზის, იმიტომ რომ შესახებია და გადასატანია და ყველაფერი ერთად ჯერჯერობით ვერ ამუშავდება, თუმცა რა თქმა უნდა გაგვეხარდება ნებისმიერი წინადადება, აქ ძალიან ადვილად შეიძლება მოგწეროს ნებისმიერმა მომხმარებელმა და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და შევქმნით უკვე ქართული ტერმინთ ბანკის განვითარების ცენტრი, რომელშიც გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გვიჭერდეს მხარს, მონაწილეობდეს და თავის წინადადებას თავაზობდნენ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ტერმინი შეიძლება გაცოცხლდეს ზუსტად ჩვეულებრივი ადამიანების არ ტერმინოლოგიების მოწოდებით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლია, ძალიან საინტერესო იყო. ეს თემა რა თქმა უნდა ამოუწურავია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, აი დღეს რადგან აი ეს თემა აინტერესებს, მე დარწმუნებული ვარ, ბევრი მაყურებელი იქნება, ვინც გამოხატავს კომენტარებში აღრთოვანებას, რომ აი ამდენი რამ გაიგო ქართული ენის და ტერმინების ისტორიის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ინტერესი რაღაც შედეგს გამოიღოს. შემდეგ ქმედება იქნება და ბოლოს შედეგი. ეხიცით არის აღრთოვანება, არ ვიცი რამდენად, მაგრამ წინადადებები ნამდვილად გვჭირდება. საქმიანი წინადადებები, მოსაზრებები, არგუმენტირებული, დასაბუთებული მოსაზრებები. მე დღეს ვისაუბრეთ ჩემი მოსაზრებების შესახებ, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, აუცილებლად მისაღები და სიამოვნებით მოვისმენ. ჯერ კიდევ ამბობ, რომ ყოველ წელს მართავთ ტერმინოლოგიურ კონფერენციებს, ერთ წელს არის ადგილობრივი, მეორე წელს საერთაშორისო, წელს ჩვენ გვაქვს ადგილობრივი და გვექნება მხოლოდ საგანმანათლებლო ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ასე გადავწყვიტეთ. ეს შეეხება მხოლოდ სახელმძღვანელოების განხილვას, ამასთან დაკავშირებით მივიღებთ და ველოდებით ნებისმიერ მსურველს, მასწავლებელს, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სამტრედის ერთ-ერთ სკოლასთან გვაქვს ურთიერთობა, იქ დაარსდა ესეთი წრე ტერმინოლოგიის მეგობრები, რომლებიც ეს ბავშვები ყავდნენ მოწვეული ერთ-ერთ კონფერენციაზე გადავეცით სპეციალური დიპლომები. ასე რომ ხალხის ადამიანების მონაწილეობას ამ საქმეში აქვს უდიდესი მნიშვნელობა და სიამოვნებით მივიღებ ნებისმიერ წინადადებას. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა, იმედია გაითვალისწინებს ყველა, ვისაც მოუნდება თქვენთან თანამშრომლობა და ბოლოს საუბრის დასასრულს ერთი ესეთი კითხვა მაქვს, თქვენი რჩევა რა იქნება იმ მშობლებისთვის, ვინც თავის შვილებს ძალიან მდიდარი და გამომსახველი ქართული ენით ზრდის, როგორ დაიცვან იმ საზოგადოებისგან, ვისთვისაც ქართული ენა არის დასაცინი? არა, ნახა ვისთვისაც დასაცინია, იმას ახლა იმის უმეცრებას ვერაფერს ვერ უზამთ სამწუხაროდ, ამას სხვა არაფერი ქვია და ბავშვი რასაც ისმის, იმას სწავლობს, ხო? ჩვენ სამწუხაროა ეხლა, რომ აი მაგალითად რაიონებში ერთი ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელი ბატონი აქთუარებული ამბობდა, რომ ხევსურეთის სოფლის სკოლაში მესმოდა სალიტერატურო ქართული. და დღეს სალიტერატურო ქართული ჩვენ კარგად სალიტერატურო ქართულს და ძალიან ხშირად წავწყდომი ვარ, რომ რაიონების მასწავლებლები დიალექტით საუბრობენ სამწუხაროდ ჩვენდა და ბავშვები საუბრობენ იმენით, ბავშვს რა გარემოშიც იზრდება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღმართოვანებს და მადლობის მეტი რა ეთქმის იმ მშობელს, რომელიც ცდილობს, რომ ეს გარემო და აი ამ თქვათ გაზრდაში, გაზრდის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად მიაჩნია, რომ მისმა შვილმა იცოდეს გამართული ქართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება, როგორც ვისაუბრეთ დღეს, აი სათავის მოწესრიგების შემდეგ, დარგობრივი ტერმინოლოგიის მოწესრიგება და თუ აქ გაერთიანება შევძლებთ, ყველაფერი დანარჩენი ჩემი აზრით გამოსწორდება. დიდი მადლობა. ეს იყო ენათმეცნიერი ლია ქაროსანიძე, რომელმოდი ძალიან საინტერესო თემაზე, საინტერესო მოსაზრებები და ბევრი ფაქტი მოგვაწოდა, ბევრი საინტერესო
ცნობა და ჩვენი ცოდნა გაგვიმდიდრა. მადლობა ქალბატონ ლია, მე ჩემს გამაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობები.